თელაუმა სწრაფჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელის გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით სპორტული გაერთიანების აღსაზრდელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. ბრწყინვალედ ითამაშეს ევროპის პირველობის ტრიუმფატორმა და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონმა სარა სალთხუციშვილმა და დიმიტრი ლონდრიშვილმა. მათ საუკეთესო შეფასებები აჩვენეს და ჩემპიონის ტიტულთან ერთად ორგანიზატორთა მიერ დაწესებული თასებით, მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. თელავში ჩატარდა საქართველოს პირველობა სწრაფჭადრაკში. 82 მონაწილე იყო, ძალიან კარგი შემადგენლობა იყო. საინტერესო იყო იმითაც, რომ მონაწილეობდნენ ევროპისა და საქართველოს ჩემპიონი, ჩვენი სარა სალთხუციშვილი, ის ევროპის ჩემპიონი გახდა ახლახან და მიიღო ამ ტურნირში მონაწილეობა. ძალიან კარგი შედეგი დადო გურჯანმა და 2 თასი მოიპოვეთ. ერთი თასი აიღო ლონდრიშვილმა დიმიტრიმ, რომელმაც ყველა პარტია მოიგო, აბსოლუტური შედეგი აჩვენა და მაღალი შედეგით პირველი ადგილი დაიკავა 16 წლიან ასაკში. ასევე კარგი შედეგი დადო სარა სალთხუციშვილმა 12 წლის ასაკში პირველი ადგილი დაიკავა და გახდა საქართველოს ჩემპიონი სწრაფჭადრაკში. კარგად ითამაშეს დებმა მარიამ და ანა დათუაშვილმა. მარიამა მეორე ადგილი დაიკავა და ანამაც საპრიზო ადგილი დაიკავა. მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ეს ბავშვები, ანა და მარიამი დათუაშვილები წელს 22 ივნის ამ თვეში ითამაშებენ სოფლიო პირველობაზე ჭადრაკში, რომელიც გაიმართება ქალაქ ბათუმში. მე მივიღე მონაწილეობა 16 წლიან მოჭადრაკეთა შორის და 6.5 ქულით დავიკავე პირველი ადგილი. ეს უკვე მეორე თასი არის თელავიდან და როგორც სოფლიოს მე-9 ჩემპიონი იყო და გამარჯვება გემრიელი კერძივითაა და თითოეულმა მოჭადრაკემ ეს მეორეჯერაც უნდა გასინჯოს. მადლობა მინდა უთხრა ჩემს მასწავლებლებს, ბატონ გიორგი ქიტესაშვილს, ბატონ ვანო მინდორაშვილს, ბატონ აკაკი ზალდიაშვილს და 5 გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ნანა იოსელიანს იმ შრომატევადი სამუშაოსთვის, რაც ჩემთვის აქვთ გაწეული და იმ მოჭადრაკეებს და მათ მშობლებს, ვინც მხარი დამიჭირეს. მე თელავის თასზე მივიღე მონაწილეობა, სადაც არც ერთი დამარცხებით დავიკავე მეორე ადგილი 6 ქულით. ამ ტურნირის შემდეგ კი მე მივდივარ ბათუმში მსოფლიოს ჩემპიონატზე და იმედია იქაც კარგ შედეგს დავდებ.